მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ გავაკეთეთ ასეთი გაშლა, რატომ შორდება, რა ხდება ახლა მის შიგნით, ყველა კითხვები გავარჩიოთ, ანუ გავიგოთ რას გრძნობს, რა კონფლიქტს ახლა განიცდის და ასე შემდეგ. ანუ იქნება თუ არა კიდე თქვენთან ამ სიტუაციაში რამე ასე რომ ვთქვათ, მომავალი. ნახოთ, ცოტა გრძელი გაშლა გამოვა, იმიტომ რომ ბევრი კითხვები მაქვს გამზადებული და მოვამზადეთ ყავა, ჩაი, ვის რა გიყვართ და დავიწყოთ ახლა ჩვენ. კითხვებს დავისვით ჯერ. ეხლა სიგნიფიკაციის პრინციპში ვფიქრობ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ რადგან ახლა თქვენ ეს გაშალეთ, ესე იგი რაღაცას გრძნობთ თქვენ თვითონაც, რომ თქვენ პარტნიორი რაღაცნაირად შორდება, ხო, ასე ვთქვათ, ან რაღაცნაირად იქცევა, ხო და ამიტომ ეხლა ყველა ვარიანტში ესე იგი თქვენი იქნება ეს გაშლა. ნახოთ, ეხლა ჩვენ მთავარი პირველი ხო ვკითხოთ, რატომ გშორდება ეს ახლა ამ ეტაპზე. სინამდვილეში ვნახოთ რა ხდება მის შიგნით. ანუ რას განიცდის თვითონ, ხო? რას გრძნობს ის შენს მიმართ, მაგრამ მალავს. ვკითხოთ რის ეშინია, ან რომელი გადაწყვეტილებას გააღრმის. რა შინაგანი კონფლიქტი ხა გადის? რაზე ფიქრობს ის, როცა არ გამოდის კავშირზე, ნახოთ. რა უშლის ხელს შენთან დაახლოებაში და შეიძლება არის რაღაცა დაუშვათ გავლენა რა მის ასე დისტანციაზე. შეიძლება ადამიანები, შეიძლება რამე წარსული, შეიძლება რამე გარემოება, ნახოთ. დროებით არის ეს თუ არა, ნახოთ. რა შეუძლია შეცვალოს სიტუაცია თქვენს შორის. შენ როგორ უნდა და ამას ახლა აქეთ დავდებ. შენ როგორ ჯობია რომ მოიქცე ახლა ამ სიტუაციაში რა. და ვნახოთ ახლა ანუ რა მთავარი გზავნილი არის შენთვის ეს სიტუაცია, ანუ რას გასწავლის. შედეგსაც ვნახავთ მე, ხო, ჩვენ ახლა ყველაფერს აქ ისედაც და რო გვაჩვენებს, ხო? არის ნახეთ სიტუაცია ახლა აქ ისედაც მაჩვენებენ, რომ სიტუაცია რაღაც გაუგებრობის გამო შეიძლება დაინგრა. აქ მე არ გამეკვირდება, რომ აქ არის ნახეთ ადამიანის თან უყვარ ხართ, ხო? თან შინაგანი ბრძოლა არის, თვითონ ადამიანი გადის ნახეთ რამხელა ტრანსფორმაციას რა. უდიდეს ტრანსფორმაციას და ანუ ეს როგორი თემა იცით, როცა აღარაფერი არ მინდა, არაფერი არ მაინტერესებს, ამ დროს ადამიანი აჩვენებს თასების მეფეთ, ესე იგი გრძნობა აქ ადამიანს. დავიწყოთ ახლა ჩვენ, ვკითხოთ ახლა პირველი მე მგონი ცოტა ისე მიდეს, მაგრამ დაინახავთ რას მთავარია. ვნახოთ აბა რატომ გშორდებათ ამ ეტაპზე ეს თქვენი პარტნიორი. რატომ გშორდებათ? ნახეთ რა საინტერესო. აქ არის შიში. ნახეთ აქ ძალიან მიყვარს ამ დასტაში მთვარის არკანი. ნახეთ როგორ არიან ადამიანები და ნახეთ როგორ დაშორება. აქ თქვენ ახლა ვეცდები ქართულად მაქსიმალურად აგეხსნათ, არის სიტყვები ზოგი რომ მართლა ცოტა მიჭერს ქართულად გადასვლა, მაგრამ შეხედეთ, აქ არის ადამიანები, ნახეთ, მენტალურად ყველანაირად არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები და იმედენად უკვე ხართ თქვენ ერთ სივრცეში, ასე რომ ვთქვათ, იმდენად არის, აი აქ არის როგორც ადამიანს რატომ შორდება? იმიტომ რომ ძალიან ახლოს ხარ უკვე რა, აი ნამდვილად და უკვე ეშინია, რომ ანუ შენ უკვე მის ცხოვრების ვიფლოპ რა, ასე რომ ვთქვათ რა. ანუ ყველანაირად
იმდენად არის ჩართული, ასე რომ ვთქვათ, იმდენად არის, რომ თვითონაც ეშინია, რომ აი მთლიანად არის დაპყრობილი შენით ეს ადამიანი, ან შენ დაიბრუნო მთლიანად ეს ადამიანი და ამიტომ უკვე ეს რაღაც თითქოს აი შიში აქვს უფრო და აი მე არ მიყვარს საერთოდ მთვარის არკანში, მაინც მხოლოდ შიშზე რაღაც ეგეთი. აქ არის აი ძალიან უკვე ხართ, შეიძლება ნახეთ რა ხდება ადამიანი შეიძლება არც ეგონა თუ აი ასეთი იქნება მისთვის ეს ურთიერთობა. მე არ გამოვრიცხავ რომ შეიძლება ადამიანი იმას ფიქრობდა რომ დაუშვათ ახლა სხვანაირად თქვათ, უფრო მსუბუქად თქვათ, იქნები ამ ურთიერთობაში დაუშვათ, მაგრამ აქ ახლა ეს სიტუაცია ნუ ძალიან დაიბრყო რა ეს ადამიანი. ხო გითხარით. ანუ აქ ნახეთ, დიდი ხანი არის როგორი სიტუაცია, იცით? შეიძლება ეს ადამიანი სხვათა შორის წავიდა სადღაც სამუშაოდ, თუნდაც აი მანძილზე შეიძლება სადმე წავიდა, მაგრამ თქვენ არ გეგონოთ რომ ეს ადამიანი თქვენზე არ ფიქრობთ. აქ დღე და ღამე თქვენ ორივენი ერთმანეთზე ფიქრობთ. აქ არის 24/7-ზე. და ეს უკვე აშენებს შეიძლება მაგას და ეხლა თუ სადაც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, აი აქ ნახეთ, აქ უკვე სულიერი კავშირი არის უდიდესი, სულიერი კავშირი. აქ სულებს ერთმანეთი ენატრებად. აქ მე არ გამიკვირდება, რომ ეს ურთიერთობა არის ვაფშე საერთოდ წინაცხოვრებიდან რა. კი ბატონო. და აქ შემდეგ ის კითხვა და მე როგორ გავაგრძელოთ, იმიტომ რომ ძალიან ის არის, რა ქვია, იმიტომ მიდის რომ უკვე იმდენად ხარ შენ მისთვის მნიშვნელოვანი, რომ უკვე ეშინია. ნახეთ რა მხელა კავშირია აქ ადამიანებს, სადაც არ უნდა იყოს დღე და ღამე. არის აი აქ ესეთი კავშირები. ნუ კარგით. ვნახოთ ახლა რა ხდება მის შიგნით სინამდვილეში ახლა. რა ტრანსფორმაცია ხო გითხარით. აქაც გვაჩვენა, აი აქ დასთან გვაჩვენა ჩვენ ტრანსფორმაცია რა. ანუ ამაში რაღაცა იცვლება, ხო გითხარით, რომ ნახეთ რამხელა დაკავშირება არის აქ ადამიანების შორის რა. მანძილი არის თუ შეიძლება ერთად არ ცხოვრობთ, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ აქ რაღაცა შეიძლება იყოს მანძილი უფრო არ გამოვრიცხავ, მაგრამ როგორ არიან ადამიანები შეკრული ერთად და ამაში დაიწყო ტრანსფორმაცია, გეუბნებით, იმიტომ რომ ტრანსფორმაცია არის ის ხდება, რომ რაღაცა იცვლება მასში, რაღაცა სხვანაირი. აქ უეჭველი, აი როგორი ურთიერთობა გქონდათ. აი მოიცით იცი რას გითხრა მე მაგას, აი თავიდან რომ დაიწყო ამ ადამიანმა თქვენთან ურთიერთობა, რა უნდოდა მაგ ურთიერთობიდან მაგას. აი თავიდან. სიმშვიდე, ჰარმონია. აი შიში ნახეთ როგორ ქონდა თავიდან რა გინდოდა. აი აქ რას მეუბნება, იცით, მე არ მეგონა ჯერ ეს ერთი, აი მე სხვა რას ვეკითხები, რას მპასუხობს. მე არ მეგონა თუ ეს ურთიერთობა ასე გაგრძელდებოდა, არ მეგონა. მე ამიტომ სულ ვცდილობ რომ გავიქცე რა, ნახეთ და იმიტომ აი თვითონ ადამიანი არის როგორ იცით, რომ ვერ წარმოედგენა თუ ეს აი ასე ნამდვილად იქნება თქვენზე დამოკიდებული ეს ადამიანი რა. даже აი როგორ ხანძლიობას აი არ ეგონა რა. აი ამდენად სერიოზული თუ იქნება, ამდენად სერიოზულად თუ ამას უნდა ნახოთ ახლა ეშმაკურად, ხო? ეშმაკურად მოვიდა წავიდა რაღაცა, მაგრამ თან იმიტომ არის აქ სულ თუ იმდენად ხანძლივია, იმდენად რაღაცა სითბო ჰარმონია, იმდენად რაღაცა იგრძნო ამ ადამიანმა, რომ სულ გაქცევაზე იყო. აქ არის აი ესეთი ტიპი რა, როცა სულ ცდილობს გაიქცეს ადამიანი რა. იმიტომ რომ ნახეთ თქვენ რამხელა სიხარული, ბედნიერი, რამხელა რაღაც ისეთი განზე აჩუქეთ ამას, რომ ესა გაოცებული არ ეგონა, მაგრამ რა გინდოდა შენ, რა ურთიერთობა გინდოდა შენ თავიდან. ნუ აი ესეთი რა. მოვედი, ჩემო ძვირფასო დამხვდე ახლა აბა, გამოპრანჭული და სიყვარული მომაქვს შენთან რა. ანუ მოვდივარ სიყვარულით. აი ეს უნდა და მოვიდე წავიდე, რა ინდე ახლა პრინციპში თასები საბარსხას რას იწავდა, რომ
სიყვარული დაგევსეთ, ну შეხვედრები რა. აი შეხვედრა, სასიყვარულო შეხვედრები უნდოდა ამ ადამიანს, კი. და მე წასვლა ისე, მაგრამ ამას არ ეგონა. არ ეგონა, ახლა დაგაც მთვარი არ ეგონა, რომ ეს ყველაფერი მიიყვანდა იქამდე, რომ უკვე თქვენს გარეშე რომ ვეღარ არ შეუძლია ადამიანს თქვენს გარეშე, იმიტომ გადავარდა ტრანსფორმაციაში, იმიტომ რომ აქ ეგონა ადამიანს რომ იქნებოდა, იმიტომ რომ ეგრევე თავიდანვე რაღაცა ინახათ რა დღეშია. თავიდანვე იგრძნობოდა რაღაცა, რომ ვითომ ცოტა ისე რა იყო ურთიერთობა მაგისთვის არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი, შეიძლება ადამიანი როგორი კიდე იცით რა არის, ну არიან ესეთი ტიპები, რომ აი თქვათ მარტო სული ადამიანია, ხო? და ნამდვილად ეხლა არ ფიქრობდი, რომ თქვათ რამე სერიოზული შეექმნა. და აი აქ ნახეთ დაიწყო ტრანსფორმაციაში. აი ხა რა ხდება ტრანსფორმაციაში, აღარ შეგნით რა ტრანსფორმაციაში რა ხდება. თავის თავს ვერ ცნობს ეს ადამიანი. მასში ხდება ეხლა რაღაცა შეიცვალა. აი თითქოს ვიღაცამ აიღო და გადაწერა მაგისი, ანუ ის წარმოდგენა, რა წარმოდგენაც ჰქონდა. გადაიწერა თითქოს ყველაფერი, ანუ შეიცვალა ყველაფერი, არ ეგონა ადამიანს თუ მართლა აი შეიძლება მას ეგეთი რამე დაემართოს რა. აი აი ნახეთ, ხო გეუბნებით რა. ეს მაქსიმალურად, ანუ ვერ თავს ვერ ავცნობ. თქვენ, ნახეთ, თქვენ ისეთი ქალი ხართ, რომელიც შევიდა და მაგას მოხსნა ნიღაბი. გაიგეთ რა ხდება. იმიტომ რომ შეიძლება თვითონ ახლა თავს ასეთ აწოდებდა რომ ბრუტალური, ძალიან ესეთი მკაცრი, ძალიან ესეთი, ანუ ცივი ვარ, რაც მინდა იმას ვაკეთებ, როგორც მინდა და აქ შემოვიდა ვიღაცა ქალი და რომელიც ისე შეუყვარდა, რომ თითქოს ყველაფერი შეცვალა მის ცხოვრებაში, ანუ გადაწერა მისი წარმოდგენა. გაიგეთ? და თქვენ რაღაცა თქვენი სიყვარული, თქვენი სითბო, თქვენი ქალობით, ხო? თქვენი ენერგიით ამ ადამიანს რეები მოახდინეთ მის შიგნით, ნახეთ? ანუ ამან ყველაფერი თუ იყო მტკივნეული, ხო? რასაც მალავდა ჩვენ კიდე აქ ხო გვაქვს კითხვები ახლა გადავალთ. აი ყველაფერი თქვენ მაგას თითქოს გადაუშალეთ, აჩვენეთ. რომ აი ეს არის, ეს ხარ შენ. და ანუ აქ თქვენ შეიღეთ მის მტკივნეულ მომენტებს, რომელსაც ეს ადამიანი არავის არ აჩვენებდა და მალავდა. მიხვდით? საერთოდ წარმოდგენად აი მისი ქცევა, აი შეიძლება იყო ეგეთი ხო გეუბნებით, აი როგორც აგვაჩვენეს რაინდე ხო თასების. მოვიდა, ისიამოვნა, ასიამოვნა და წავიდა. აი ეგეთი ურთიერთობები ქონდა შეიძლება ამ ადამიანს სანამ თქვენ გაგიცნობდეთ და ეს მაგისტრის არის აი რაღაცა, ну, ალბათ მიუჩვეველი იყო ამას. რას გრძნობს შენს მიმართ, მაგრამ მალავს. აი ზუსტად იმას, რომ შენ ხარ მისი სინათლე. ნახეთ, შენ ხარ ის ქალი, თუ დაუშვათ ახლა თქვენ შეგიძლიათ, რაღაც ანუ შენთან მინდა შენთან ვარ ბედნიერი. მხოლოდ შენგან მინდა შვილი, შენგან მინდა ყველაფერი, თუ ნუ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლისა ხარ, ვიცოდეთ დამერწმუნეთ რა. კაც როცა უნდა ქალისგან შვილი, ესე იგი ჩათვალეთ, აი ერთხელ მაინც თუ წამოწდენია, ეგეთი რამე, ესე იგი ეს არის უკვე ნამდვილად, ну ეს უკვე ინსტინქტი არის, იმიტომ რომ ყოველთვის ახლა ადრეც რა კაცი ირჩევდა ისეთ ქალს, აი რომ შვილი გამიჩინოს, ეს უკვე აი ნუ ზე რაღაც არის რა. ანუ იმიტომ გეუბნებით, რომ აქ შენ აი იმას რა გრძნობა, რა უნდა იყოს 10-იანი თასების რა. იმ დონეზე მიყვარხარ და იმ დონეზე ყველაფერი ხარ ჩემთვის, რომ ანუ შენ მომეცი ხელი და შენ მიმყოხარ. ნახეთ, აქ არის აი სრული ბედნიერება არის, მაგრამ არ გეუბნებათ, იმიტომ რომ ნახეთ ახლა რა ხდება. ეს ადამიანი გეუბნებით დარწმუნებული ვარ ისეთი, აი ისე იქცეოდა, რომ თქვენ შეიძლება ზოგისთვის შეიძლება არც უთქვია მიყვარხარ და თუ უთქვია შეიძლება თქვენთვის იყო ეს იმდენად აი ხო არიან ზოგი თქვა და მიყვარხარ, ხო? და უკვე რაღაც თითქოს ფასეთს ეკარგება ამ სიტყვას, მაგრამ ეს ესეთი ტიპია, რომ თუ ერთხელ გითხრა, ხო, ან შეიძლება თქვა თვეში ერთ-ორჯერ თუ გითხრა, ან თუ როცა ამბობს ამ სიტყვას, ამას აქვს წონა. მიხვდით? იმიტომ რომ არ არის ეს ტიპაჟი, რომელიც აი წარამარა იძახოს რაღაცა კომპლიმენტები და სიტყვები და რაღაც. მაგრამ თქვენ ახადეთ ამას ნიღაბი. მიხვდით? და ამას ახლა იმდენ სიტყვას და იმდენ სიყვარულს გრძნობს თქვენს მიმართ, ნახეთ, ბედნიერად ვგრძნობთ თავს, ბედნიერი ვარ მე შენთან.
ანუ კაცებს საერთოდ მე მithქვია თქვენთვის ბევრი რომ თავისი მდგომარეობა მოსწონს ქალთან. ანუ ეს არის მაგათი სიყვარული, ხო? ანუ როგორ მე ვგრძნობ თავს შენს გვერდით, კარგად კი არა, ძალიან კარგად გრძნობ თავს, მაგრამ აი აქ ეხლა, ნუ ჩვენ ეხლა გვაქვს რატომ გშორდება, იმიტომ არის რომ თქვენ ეხლა აქ თუ მანძილიც გაქვთ თქვენ ეხლა არ გაგიკვირდეთ, შეიძლება მენტალურიც მანძილიც შეიძლება გქონდეთ რაღაც, ანუ ერთმანეთზე გიფიქრობთ, მაგრამ შეიძლება არ გაჩვენებს, იმიტომ რომ ეხლა უზომო დიდ კივილს განიცდის ეს ადამიანი. აი ამას არ ეგონა, ვაფშე ვერ წარმოედგინა თუ შეიძლებოდა რომ აი ასე ხალი შეყარებოდა. იმიტომ რომ ნუ აქ ეგრევე აჩვენებენ, ნახეთ რა ხმალების მეფე არის აქ და თქვენ რა გაუკეთებთ ამ ადამიანს. ვნახოთ ახლა შემდეგი კითხვები ჩვენი. რა რის ეშინია? ან რომელი გადაწყვეტილების გავუშვათ ნუ რის შიში აქვს, მოდით აბა ვნახოთ. აი იმის ეშინია რომ ყველა თქვენ მთლიანად დააბრყობთ მაგას, ნახეთ. ამის შიში აქვს რა. აი იმ გადაწყვეტილებას ეშინია რომ მე შენთან რო ვიქნები, ხო? შენ საერთოდ ისედაც ნახეთ რა დღეში ჩააგდე თქვენ. ანუ ნახეთ ეს ადამიანი, ხო? აი იქ ხო გვაჩვენეს ჩვენ, მეგონი აქ ხო გვაჩვენეს თასების მეფეა, ხო? ამ დროს ნახეთ შეხედეთ რა საინტერესო მომენტი არის, რომ ესე იგი ეს არის მთლიანად მიჩვეული იმას, რომ გადაწყვეტილებას მე ვიღებ როდის მივდივარ, რას ვაკეთებ, როგორ, ანუ მე ყველაფერს მე ვწყვიტავ, მე როგორც მინდა ისე იქნება, ყველაფერი ყოველთვის რა. მე ვწერ ჩემს ცხოვრებას. გაიგეთ რა ხდება? და ეხლა ეს, ნუ ჩვენ ხო ვთქვით რომ ნიღაბი ახადეთ თქვენ. ეხლა ამას ზუსტად ეს გადაწყვეტილება და ეს გრძნობების ეშინია რომ თქვენ შეგიძლია საერთოდ დააიუფოთ მის ძალით რა. თქვენ აქ იქნებით, ანუ მთლიანად ის ძალა, რომელიც მაგას, ნუ პრინციპში აი ეს არის ცუდი პოზიცია, მაგრამ просто არის ესეთ ყობა, ხო? და ანუ ხო გეუბნებით რომ თქვენ იქნებით მართველი, ასე რომ ვთქვათ, მისი ცხოვრების, იმიტომ რომ თქვენ ისედაც უკვე ხო გითხარით, აი ამ სიტუაციაში ადამიანი რა ბრძოლაში იცით გაგიჟდებით რა. რომ მე ხა ცხოვრებაში არასოდეს არავინ ასე არ მყარებია, არასოდეს არავის არ ქონდა უფლება რომ მე რაღაცა მიკარნახოს და მითხრას მე როგორ ვიცხოვრო, აქ გამოჩნდა ვიღაცა ქალი, რომელმაც ახლა ანუ საერთოდ ჩაისახლა ხო როგორ თქვა რომ ჩემს ცხოვრებაში, ჩემს გონებაში და მის გარეშე მე უკვე ვერ წარმომიდგენია, იმიტომ რომ მხოლოდ ეს ქალი მაძლევს მე სითბოს და ეხლა უარესი კიდე თუ მე დაუშვათ ეხლა ამას დავნებდი, აი აქა всё, ესე იგი ეს ქალი მე იწყებს მართავს რა, ჩემს ცხოვრებას მართავს მე უკვე ეს. გაიგეთ რა ხდება? ნახოთ ეხლა როგორი შინაგანი კონფლიქტს განიცდის ეს. რა გადის ეხლა რა შინაგან კონფლიქტს? ნუ ხო გითხარით რა. რომ ვინ არის აქ მთავარი, ასე რომ ვთქვათ, შინაგანი კონფლიქტი არის, იმიტომ რომ თქვენ ნახეთ, ესე იგი ეს ადამიანი მე ვფიქრობ რომ ეხლა საერთოდ ბრძოლობს იმაზე, რომ აი აქ ცხოვრობთ მის თავში რა. და ეს იბრძვის ყველანაირად, რომ აი რატო, როგორ შეიძლება რომ ეს ქალი ახლა მასე ესე მართავს ანუ ჩემს ცხოვრებას, ანუ ყველანაირ შინაგანი კონფლიქტი ახლა არის ზუსტად რომ აი ქვერთხების დედოფალი ახლა ეგეთი ტიპია, ძალიან სექსუალური, ძალიან საქმიანი, ძალიან მაგარი რა. და ეს მაქსიმალურად ცდილობს ამ ნუ აქა თქვენთან აქ ბრძოლა მაგას რა. შინაგანი კი აჰა პენტაკლების, ნუ ხო გეუბნებით. აქ მეტი აქ შეგვიძლია ვაფშე აღარ დავშალოთ არაფერი რა. ნუ აგა ჩვენ კითხვა გვაქვს, ხო? რატომ? იმიტომ არის, აი რო გითხარით ვერაგის, აი უიზვიმას არის რუსული სიტყვა, მაგრამ დამავიცა ქართულად გადამეთაგო, თუ ვინმე იცით დაწერეთ კომენტარებში. ანუ აქ იმდენად აქ უკვე შიში თქვენ დაიუფლეთ ამით სულ მთლიანად, იმიტომ ეს გაგერბის. იმიტომ რომ ახლა რანაირად შეიძლება რომ ასეთმა კაცმა მისცეს უფლება, ხო?
ვინმეს რომ მისი ცხოვრების მმართველი იყოს. არა. ძალას მართლებს რა ყველაფერს, ანუ კაცი რომელიც ხდება იყო ისეთი რა ქვია უძლიერესი ვარ, აი ნუ როგორც აგიხსენ და ეხლა აი პროსტა შეხედეთ ეს ქალი რა დღეშია. ეს გახდა ჩემთვის ყველაზე მთავარი და იბრძვის ეხლა რა თქმა უნდა რომ არ არის მიჩვეული, იმიტომ რომ გეუბნეთ აქ ადამიანი არის უეჭველი, აი რომელიცაც აი თუნდაც ოჯახი ყავდეს ხო სიტყვაზე ხო, ნუ ახლა პრინციპში აქ არ მაჩვენებენ ეგეთ ტიპს, მაგრამ მაინც ან შეიძლება გაშორებული რა ვიცი, მაგრამ ან შეიძლება პროსტა ტიპაჟი ეგეთი ცივი ხო, მაინც აი მარტო ხელმგელი რა რო იძახიან თუ როგორ არის ქართულად რო გადავთარგმნოს სწორად ვოლკოდინოჩკა. ანუ არიან ეგეთი ტიპაჟები მიხვდით და რომელიც ახლა თვითონ რასაც უნდა იმას აკეთებენ. და როცა შემოდის მის ცხოვრებაში აი ესე ქალი, ანუ გრძნობებს ეხები, გრძნობებს ისეთ რამეს ეხები, რაც არის მისი რა, რაც არის მისთვის უცხოა იქ ყველაფერი რა. და ეხლა რა თქმა უნდა, ეხლა კონფლიქტი არის, ეხლა რომ ეს იბრძვის რა, აქ მე ვერ ვეთქვი, ეხლა თუ დაუხროთ სამკუთხედი გაქვს, კი ბატონო, ეხლა აქ არის ეს მომენტი, რომ რა გავაკეთოთ, თუ ცოლი წყავს სიტყვაზე, შინაგანი ბრძოლა შეიძლება იყოს, რო თქვა, ეს ავირჩიოთ, ეს ავირჩიოთ, ეს ძალიან თითოეულებისთვის იქნება, ეხლა ეს ნათქვამი, მაგრამ ისე მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხართ პრინციპში თქვენ, რომ თქვენ უკვე ჯერ თავიდან აი შინაგანი ბრძოლა, რომ შეიძლება даже იმასაც იბრძვის, რომ მე მინდოდა რომ უბრალოდ მასთან მისული ვიყავი, ანუ იზიდავ, თქვენ ნახეთ, იზიდავ, თქვა თქო დედოფალი რომ იგივე კურუმი არის რა. ანუ რატო ესე იგი როგორი მომენტია, იცით რომ როგორც აი ასე უხეშად რო თქვა, როგორც საყვარელიც ვერ დავტოვებდეთ, როგორც ცოლის საყვარელი რა არის? აი ხედავთ თქვენ როგორ დაბნეულია, რომ მეც ვერ ვაყალიბებ წესიერად რა, ასე რო თქვა. აი ეს არის ამაში ბრძოლა, ვინ არის ეს ქალი ჩემთვის, ვინ არის, ვერ გავიგე, ვინ არის. უკვე როგორც საყვარელი, უკვე ნუ ეხა ის რო იყო პერიოდი, რომ მიდიოდა, მოდიოდა, უკვე ეს პერიოდი ეთქობა გავიდა, მაგრამ უკვე არ მუშაობს. იმდენად მნიშვნელოვანი გახდა თქვენ მისთვის რა. ნახოთ აბა რაზე ფიქრობს ეს ადამიანი. შენზე რას ფიქრობს, როცა კონტაქტზე არ გამოდის. აი, ნახეთ. რას ფიქრობს, რაზე ფიქრობს даже, რას ფიქრობს კი, რაზე ფიქრობს. საშინელი დღეში არის, არაფერი მაგას არ უხარი, არაფერი მაგას არ უნდა თქვენ, ნუ ეხლა იცით რა არის. აქ მართლა უდიდესი ტრანსფორმაცია. აი просто უბრალოდ მინდა რომ თქვენ აგიხსნათ ძალიან კარგად რას განიცდის ეს ადამიანი. ნუ წარმოიდგინეთ ტიპი, რომელიც იყო ყოველთვის რაც მინდა იმას ვაკეთებ. მოდის ვიღაცა ქალი, მომიწონა. კი ბატონო, კარგად გრძნობ მასთან თავს, დავიწყე მაგასთან თქვა შეიძლება და უბრალოდ ისეთ შეხვედრები, მე რაღაცა მოხდა ჩემს თავში ისეთი, რომ იმდენად მნიშვნელოვანი გახდა ეს ქალი ჩემთვის, რომ მის გარეშე მე არ შემიძლია. რას ქვია მე არ შემიძლია მის გარეშე. პლუს კიდე თქვენ აქ ეს ყობა ესეთი ტიპი ხართ, რომ უთხარით მაგას ყველაფერი, რატო რამე იყო სათქმელი. უეჭველი ეთყოდეთ და შეიძლება ანახათ მაგას, რომ რას ქვია მე კაცი ვარ, კაცური და შენ მე რეებს მეუბნები და თქვენ ადეკეთ და აუხარეთ მაგას ყველაფერი სიმართლე უთხარით რა. ეხლა ეს ძალიან კარგად ხდება მაგას, ხო? მაგრამ ეხლა უკვე იმ დონეზე არის მისული, ვეღარ გავიგე რა გავაკეთო, ეს ქალი ვაფშე რა სტატუსი მისცა მაგას, რა ხდება. თუ არა და მაგის გარეშე ვკვდები, ცუდად ვარ. ცუდად ვარ, არაფერი აღარ მიხარია. ეს საშინელება არის კაცების, ნახეთ. ყველაფერი მენგრევა, აბსოლუტურად არაფერი მინდა. იმიტომ რომ აქ სხვა სტატუსია, აქ მოვედი წავედი. მაგრამ ეს როცა შენ 24/7-ზე შენ თავში ცხოვრობს, აქ ახლა კი შეიძლება თქვა რომ მაშინ მოიყვანოს ცოლა და ყავდეს, მაგრამ არა. აქ არის როგორი მნიშვნელოვანი რაღაცა, თქვენ ხარ ძალიან მნიშვნელოვანი ტიპი. რა, რომ აი შეიძლება დარწმუნებულიც ვარ, რომ შეიძლება თქვენთან ისეთი სიტუაცია არის შექმნილი მაღალი ძალებით, რომ თქვენ არ არის აქ ადვილი, რომ წადი მოდი ხელი მოვაწეროთ და ვიყოთ ერთად. აქ არ არის ეგეთი ადვილი თემა. აქ ეგეთი თემა რო იყოს, ეს სიტუაციაც არ იქნებოდა. ეხლა იგიჯდებოდა ხა თქვენთან აგერ დივანზე და ასე რო ვთქვათ, მაგრამ არა. აქ უეჭველი არის სიტუაცია, სადაც არ არის ადვილი,
ის თემა, რომ თქვენ იყოთ ერთად, როგორც სულქმარი, გაიგეთ? იმიტომ რომ ეს ადამიანი ხვდება, რომ კი დაუშვით ახლა უხეშად რო ვთქვა, ჩემი თქვა, ну საყვარელი ქალი არის, ვისაც მე დავდივარ, მაგრამ ამ დროს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ის კი მინდა ცოლი ჩემი იყოს, მაგალითად ყობა არის რაღაც დაბრკოლებები, რომელიც არ აძლევს საშუალებას, რომ თქვა, შეიძლება ასაკი იყოს, შეიძლება თქვათ ახლა თავისუფალი არ არის, თქვათ, ხო არიან? არიან რამდენიც გინდა მეზობლებები ცხოვრობენ, თქვათ, ცოლთან, მაგრამ თქვათ ახლა რაღაცა აერთიანებს შვილებს ბიზნესი, რა ვიცი, 1000 მილიონი რაღაცა ყოველს მიზეზია. ან დაუშვით მანძილი თუნდაც, ხო? ან კიდე რაღაც მომენტები. მაგრამ ამ ადამიანის ნახეთ რაზე ფიქრობს, რომ ვაფშე არაფერი აღარ მინდა. შეიძლება არ გამიკვირდება, რომ თქვა ну სვამს ადამიანი. მაგაც არ გამიკვირდება, მაგრამ თქვენს აი აქ რაზე ფიქრობს, რომ აი ყველაფერი დამენგრა, ანუ დაიშალა ადამიანი. მე უკვე მეორედ გამოვიდა აქ ესე დაიშალა. ну ტრანსფორმაციებში შედის რა თქმა უნდა. მოდით ნახოთ ახლა რა უშლის ხელს შენთან დაახლოებას. აჰა. კითხვა ხო გვაქვს? აი რაც გითხარით, პროგრამები. რაღაც აქ არის უეჭველი ეს პროგრამები, რომელიც აქ არის აუცილებლად დასამუშავებელი, ძველი პროგრამები. ნახეთ რა ხდება, შეიძლება არ გამოვრიცხავ. თუ რამდენი ვარიანტი ხარ მოდის. შეიძლება თქვენ უკვე გქონდათ ამ ადამიანთან ადრე ურთიერთობა დაუშვით და ეს წარსულიდან არის ეს ადამიანი. წარსულიდან და შეიძლება თქვენ უკვე იყავით და დაშორდეთ თქვა და ისევ რაღაცა მოხდა, ხო? აქ იყო შეიძლება даже ცოლი თქვენ იყავით, აგრე დაშორდეთ და ეს მომენტი იყოს. აქ ესე იგი თქვენი მეუღლის ტრანსფორმაციას გვაჩვენებენ. ან ადამიანი აქ უეჭველი ან პროგრამები არის წარსულიდან, იმიტომ რომ თქვენ უეჭველი შეიძლება იყავით წინა ცხოვრებაში რაღაცა, ну გქონდათ ურთიერთობა და მაგას ეს მომენტები. და ან რაღაცა წარსულიდან რაღაცა სიტუაციები რა კიდე. ну არ გამოვრიცხავ, შეიძლება გქონდა მაგას რაღაც ურთიერთობა ისეთი, რატომ გახდა ეს ასეთი ხმალების მეფე, ხო? ხმალების მეფე ვინ არის? ადამიანი, რომელიც არის ცივი, იკეტება, ანუ არ არის ბევრს არ ლაპარაკობს, არის ჩაკეტილი, რაღაცა ამაზე იმოქმედა. რო გახდა, ეხლა ბუნებრივად შეიძლება კი იყოს ისედაც ეგეთი ტიპები, მაგრამ ეხლა ну აქ ხშირ შემთხვევაში აი ასეთ როცა აჩვენებენ, ესე იგი რაღაცა ტრავმა აქ მიღებული ამ ადამიანს და არ გამოვრიცხავ, შეიძლება იყო რაღაცა სიტუაციები, რომელიც თქვა შეიძლება წინა ურთიერთობაში იყო რაღაცა მომენტი, რომ თქვა ქალს ენდო და მე იმან თქვა ეხლა ან უღალატ ან რაღაცა გააკეთა, ხო? ან წავიდა, ანუ რაღაცა მომენტები, ნახეთ შეიძლება ეს ადამიანი თვითონ რო არის ეგეთი თავნება რა, თქვათ ვერ ეხავდნენ ეს ქალები პირიქით რო ეგეთი იყო. და ეხლა თქვათ აქ სხვა რამეები უნდა ისწავლოს რა. და ამიტომ არის ნახეთ ეხლა ეს რა უშლის ხელს ეხლა მაგას, აი ზუსტად ეს მომენტები, ხო, სიყვარული. ძალიან აი იცით რა კიდე რა უშლის ხელს მაგას და გეტყვით, აი თქვენ ამ ადამიანისთვის გახდით აი ნამეტანი აი მის სულში ხართ შესული ნამეტნავად აი მომდის ნამეტნავად სულში შეხვედით მაგასთან, გაიგეთ რა ხდება? თქვენ აი არ ვიცი რა გაუკეთეთ ამ ადამიანს, მაგრამ თქვენ აი ძალიან მეტად ხართ შესული მის სულში. მეტად. არ ეგონა ამ ადამიანს, თუ შეიძლება და აი ჩემია იმდენად არის, აი აქ უბრალოდ ნახეთ, ეხლა უნდა დაგემორჩილოს რა. არ მინდა ეს არავის არ ვემორჩილები და ამასთან პატარა ბავშვით უკვე დავდივა რა, ანუ ამხელა ლომი, ხო? და პატარა ბავშვით ვემორჩილებ, ვაფშე არ ვგავარჩიემს თავს, რა ხდება. და ეს იმდენად გახდეთ თქვენ უკვე მისთვის ეს მნიშვნელოვანი და მისი მონათესავი სული და სული ვაფშე საერთოდ მისი სულია. და ნახეთ, თქვენ ანუ რას ფიქრობს, რომ თქვენთან რამდენად კარგად არის, უთქვენოთ ვაფშე ყველაფერი ენგრევა. მაგრამ ამის აღიარება არ უნდა. გამიგეთ რა ხდება?
ვერ გაიგო ვინ ახარ თქვენ ვაფშე საერთოდ. უცხო პლანეტელი ვიღაცა მოვიდა აქ ჩემ ცხოვრებაში. ვიყავით ჩემთვის მშვენივრად. მეგდით? ნახოთ ახლა არის თუ არა გარე გავლენა მას ასეთ დისტანციაზე რა. გარე გავლენა. აჰა. ნუ ნახეთ ახლა რა ხდება. ახლა ნახეთ. პირველი რაც მომდის ეს არის დედა. ან ყოფილი ცოლი. ან ის ქალი მე როგორც გითხარით თქვენ. რომ ახლა რომ მოგიყვებით თქვა ვიღაცა მტკივნეული თემა იყო. ახლა ნახეთ რა ხდება. თუ არის აქ სხვაობა რამე შეიძლება დედა რაღაცას თქვათ ახლა ნუ იცის რომ თქვა დედა არ მიიღ დედა მნიშვნელოვანია ჩემთვის და მე არ შემიძლია რომ თქვა გადავაბიჯო დედა ჩემს და თქვა ეს გოგო მოვიყვანო ცოლად იმის მიუხედავად რომ ნუ ასეთი მნიშვნელოვანია იმიტომ არის ესე დღეში გაიგეთ რომ ეხლა გითხარით რომ აქ რამე დაბრკოლება რო არ იყოს სერიოზული ხო რა უნდა ცოლად მოვიყვანო და ყავდეს ხო მაგრამ აქ ნუ სერიოზული თემაა ძალიან არის აქ ახლა ის რა ქვია მნიშვნელოვანი ქალი აქ რომ ის რა ქვია გარედან არ უნდა ხო აი არა რა ვერ ეუბნება დედას ესე აქ დედა ეგეუბნებით რაღაცა ან წარსული ან ეს სიტუაცია რომელიც იყო წარსული და ანუ აქ როგორი თემა არის იცით ან უნდა ამდენი ნახეთ რამდენი ადამიანები არის მის წინააღმდეგ შეხედეთ ამისთვის ეს არის ანუ ეს რაც მისთვის უძვირფასესია ხო ეს უძვირფასესი ქალი არის მაგრამ რამდენი რაღაცა დაბრკოლება შეიძლება შეხვდეს ხდება ადამიანების სიტუაციები ხო და მე თუ დაუშვათ ახლა და დედაჩემს უნდა დავიმშვიდობო მაშინ მე არჩევანი უნდა გავაკეთო თუ დაუშვათ ახლა მე ამას ამ ქალს ავერჩევ ხო მაშინ მე დედაჩემი უნდა გული ვატკინო უნდა დავშვიდო ანუ აქ დედა ნუ არ ვიცი არ მომდის ცოლი რა ვიცი ნუ თუ ცოლია ხო ვინმეს საჯარო გაშლა მაინც და მივხვდით ანუ ეს გინდაც ახლა შეიძლება ეს თქვენც იყოთ ანუ თქვენ ხართ თვითონ მისი დაბრკოლება თუ სხვაობა გაგასავში ხო ანუ თქვენ დაუშვათ იმიტომ არ შეუძლია რომ ესე რა ქვია მიგიყოს რომ თქვა ახლა უარზე არიან სხვა ადამიანები გაიგეთ რა ხდება და ამიტომ გულს გტკენს თქვენ თავისი ასეთი წასვლებით გაგერბის იმიტომ რომ ნუ თუ დედას თემა არის ესე იგი ნახეთ დედას თემაც და პლუს კიდე ხალხი რა საზოგადოება აი აქ არის თემა შეიძლება რომ ვერ წყვიტავს აი ძალიან ანუ მე მარტო ვარ ჩემ ამ ბრილიანტთან ხო ის და ამდენი დაბრკოლა ყველა ჩემს წინამდე ყველაფერი ჩემს წინამდე ვინ მომცემს უფლებას მე აქ შეიძლება ძალიან დიდი სხვაობა იყოს სულის დონეზე ნახეთ თქვენ ანუ სულისთვის ხო არა აქვს მნიშვნელობა ახლა თქვენი ასაკებში არ აინტერესებს ხო სულის დონეზე თქვენ ხართ შეტოლების სიტყვაზე ხო მაგრამ აი მატერიალურში არის რაღაცა მომენტები რომ შეიძლება თქვენი სხვაობა გაქვს ძალიან დიდი ასაკში და ან თქვათ ახლა ნუ უფრო ზოგადად აი ასაკი მომდის ხუთ შეს მინდოდა ჩამეწერა დღეს გაშლა დიდი ხანი არ გამიკეთებია მამაკაცი უმცროსი ქალი უფრო სიტყვა ვიღაცებს უნდა იმიტომ რომ სულ მიტრიალებს ეს თავში აი ეს არის ნუ ნახოთ ახლა დროებითი ეს დაშორება თუ არა ნახოთ ნუ კი აქ არ არის ახლა ისე რომ საერთოდ არ არის აქ ახლა დრო გჭირდება პირიქით რაღაცა უნდა გავიდეს აქ დროებითი რა თქმა უნდა დროებითი ესე კი აქ ახლა ვიდის პროცესი აქ სიტუაცია უნდა შეეწეს იმ იყვარს ანუ გიждები ამათიანაზე რა ქვია ფორტუნაზე აი ამ დასტაში გიждებ რომ შეხედეთ რა მაგარია ნახეთ ზიან აქ
გარშემო ეს ანგელოზები, ხო? ეს ფარველი ანგელოზები თუ მაღალი ძალები ვინც არის და აქ ბიჭი დგას ასე და ელოდება ჩემს დედა რას გადაწყვეტ, ხო? რას გადაწყვეტ, აი აქაც ახლა კი დროებით ეს შეიცვლება, აქ რაღაცა მიდის პროცესი, მიდის აბა ტრანსფორმაცია ნახეთ რა მხელა. აქ რაღაცა პროცესი მიდის, აუცილებლად უნდა გაიაროთ რაღაცა პროცესები. ნახოთ ახლა რა შეიძლება შეცვალოს სიტუაცია თქვენ შორის. ისე მაღალი ძალები, აი ნახეთ როგორ მუშაობს ტარო. აქ ახლა პროცესი მიდის, ეს აუცილებელი იყო, ეს ტრანსფორმაციები, ნახეთ. აქ რა თქმა უნდა, კარმული ურთიერთობა რო არის, რა თქმა უნდა მაგას ლაპარაკი, ხო? აქ ახლა მართლა საჭიროა უნდა გააკეთო რას სწავლობთ თქვენ და თქვენი პარტნიორი, რას სწავლობთ აქ ამ სიტუაციაში. აქ თვითონ მაღალი ძალების შეცვლიან ამ ყველაფერი. რა შეიძლება? შეიცვლება, რა შეიძლება შეცვალონ თვითონ მაღალი ძალები თვითონ აქ ჩაერევიან. კი. აქ უნდა გაიგოს, იცით რა არის, მაგან უნდა გაიგოს უეჭველი ფასი. შეცვალოს მიდგომა და ის როცა გაიგებს, ანუ რომ ეს არის ძვირფასი სიტუაცია, ეს არის შანსი იქნება მოცემული აქ ყველა ვარიანტში იქნება მოცემული შანსი მაღალი ძალებისგან. მაგრამ მან უნდა გაიგოს, რამდენად ძვირფასი არის მისთვის და რა პრიორიტეტები. მიხვდით? პრიორიტეტები. დედა ძალიან კარგია, რაზე ლაპარაკი, მაგრამ რა არის, იცით? ეხლა რა თქმა უნდა, ძალიან მაგარია, როცა დედასაც აქ ესეთი განწყობა, რომ თუ ჩემი შვილი დაუშვით ბედნიერი, მე ხმას არ ვიღებ. ეს რთულია, რა თქმა უნდა, ყველა დედას უნდა, რომ დაუშვით თუნდაც ეხლა საზოგადოების თვალსაზრისითაც, რომ მისი შვილი იყოს აი ესე და რაღაც. თქვათ, მოიყვანა კარგი გოგო ცოლად და შვილები და ჩვეულებრივი კარგი ოჯახი რაღაც, აი ეს კი სტანდარტი, მაგრამ როცა ხდება რაღაცა არასტანდარტული, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია მისაღებად. და გადასარევი კი იქნებოდა, რომ დაუშვით თქვენ თუ არის თქვენი ისტორია, თქვენი ალბათ თავი დააყენეთ ახლა დედამისის ადგილზე, რას იზავდა, ხო? მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ჩვენი ცხოვრება მატერიალურში, მაგრამ არის კიდე სხვა ცხოვრება, ხო? აქ რომ მოვდივართ, ხსულებს ახლა რა გამოცანები, ნუ ღმერთი უწყის, აქ დედა კი არა, ვერავინ ვერაფერს ფერდავს. თუ იმოქმედებს, აი აქ ნახეთ, მნიშვნელოვანი რო არის დედა, ძალიან ეს კარგია და ბიჭებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დედა. მაგრამ და ეშინია მის წინააღმდეგ, რომ იცის რომ მე თუ დაუშვით გადაწყვეტილება მივიღე დედასთან, შეიძლება მომიწეს დაშორება და ამის ესე ძნელია მაგისთვის, ხედავთ? მაგრამ აქ ახლა მიდის პროცესი რა. მაგრამ არის რა ისეთ მომენტი, რომ პრინციპში 18 წლის მერე всё უკვე ბიჭმა თვითონ უნდა გადაწყვეტილება მიიღოს. დედა მე უფრო კარგად ვიცი, მე უფრო ვიცი ჩემ შვილისთვის კარგი რა. ხო ესე რა ქვია აი მე მაგალითად მაქვს ესეთი პრინციპი, რაღაცა რო ხდება ჩემი შვილების ცხოვრებაში, თუ მეკითხები ან ვეხმარები, თუ არა და ძალიანაც მტკივნეულად თუ გადიან რაღაცა პროცესებს ახლა, ხო? დაუშვით, აი როგორც დედა შემიძლია ვილოცო მხოლოდ ჩემ შვილებზე, იმიტომ რომ ვიცი რომ ახლა ჩემი შვილები თავის გზას გადიან. და მე იმ დროს როცა საჭირო ვარ მაღალი ძალები ძალიან კარგად აი აქ მეთყვიან რომ მიდი რაღაცა შენ შვილებს რაღაცა აი რჩევა მიეცი ან რაღაცა გააკეთე, მიხვდით? და ისე რომ აი თქვა ძალიან მწარედ ჩავერიო არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს მაგათი პროცესები თუნდაც შემიძლია. ისე შემიძლია რომ რა გითხრათ, მაგრამ ძალიან აქვს ფასი და წონა ჩემს სიტყვებს ჩემი შვილებისთვის, მაგრამ აი მაგით არ სარგებლობ, იმიტომ რომ ვიცი რომ რაღაცა პროცესებს გადიანებენ. და მე რო ჩავერიო, უფრო მტკივნეული იქნება და შვილი რო დადგება არჩევანის წინ, რომ ან დედა და ან საყვარელი ქალი, ეს უკვე საშინელება. ისევ ჩემი შვილი უნდა დაიტანჯოს. აი ეგეთი შეგნებით უნდა მიუდგეთ რა. და ეს არის ზუსტად რა. აი ეს მომენტი, იმიტომ არის, მაგრამ ამას აქ უნდა რა თქმა უნდა, ეგ სიტუაცია რა შეუძლია რომ შეცვალოს, მიხვდეს მაგან ეს პრიორიტეტი რა არის მისთვის კარგი. სად არის მისი გული და აიღოს ეს შანსი. მიხვდეთ, თუ გადალახავს, აი ეგ არის საქმე.
აი გადალახავს მეთქი და არის აქ ბრძოლა შინაგანი. გადალახავს. დრო დაჭირდება მაგას, დრო დაჭირდება, იმიტომაც შეიძლება დაგაშორდეს თქვენ, რომ დრო დაჭირდება მაგას, რომ მიხვდეს მაგან, რომ აქ უნდა გაიზარდო, აქ ეშინი, აქ პატარა ბავშვი არის, რომელსაც ეშინი, იმიტომ აქ მე იცით რა არის, შეიძლება დაუშვათ ეხლა, არასასიამოვნო საუბრის არ უნდა, გაიგეთ რა ხდება. თან შეიძლება ეხლა აქ ესეთი ძალა აქ თუნდაც ეხლა დედამის რო ესეთ სიტყვას ეთქოს, რომ რა ვიცი, ეგრევე დააგდებს ძირს, გაიგეთ და პატარა ბავშვი ეშინია ამას, ძალიან ეშინია ამ გადაწყვეტილების მიღებას და ცოტა აქ ხა კი იქნება ნაბიჯები, მაგრამ ძალიან ნელა, მაგრამ ალბათ რაღაცას იცავს. ნახოთ ეხლა როგორ ჯობია შენ მოიქცე ამ სიტუაციაში, ამ ეტაპზე არაფერიც ეხლა რა ამ ეტაპზე პრინციპში აქ არის როგორი მომენტი, იცით? ხო, ანთებ ცეცხლს, აი მეც მაგას ვიძახი. ანთებ ცეცხლს მიეცი მაგას საშუალება, რომ უბრალოდ შენი დახმარება იმაში არის, რომ შენ არაფერი არ დაიხმარო, ასე რომ ვიტყვენ, რომ აქ უნდა გაიაროს მაგან ეს თვითონ ეს პროცესი. კი, აი ზუსტად. თქვენ ახლა იმდენად გავშვირი ერთმანეთთან, იმდენად რომ რა გითხრათ. ამიტომ შენ კიდე ჯობია რომ ცოტა გვერდით დადეკე რა. იმის მიუხედავად, აი აქ შენი მხარდაჭერა იქნება იმაში, რომ შენ ცეცხლი მეტად აღარ აანთო ამაში. თვითონ გაივლის ყველაფერს რა, უბრალოდ მენტალურად შეგიძლია ელაპარაკო, აი შენი ქმედება ეს არის, ანუ უფრო ეგეთი რაღაცა. და ნახოთ აბა რა მთავარი გზავნილის გაძლეს შენი სიტუაცია რა. ანუ როგორი ტრანსფორმაცია კი რა თქვი ტრანსფორმაცია. ნახოთ რითი დავიწყეთ ისე იმით დავამთავრეთ რა. ანუ აქ პრინციპში რა ხდება, იცით თქვენ გზავნილი. თქვენთვის თქვენ ბრძენდებით. იცით როგორ არის, მიეცეთ საშუალება მაგას თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. აქ თვითონ მან უნდა გააკეთოს არჩევანი. თვითონ. მიეცეთ საშუალება, რომ იყოს ეს სიტუაცია ეხლა. ეს გჭირდებათ ეხლა ეს მარტოობა თქვენთვისაც არის საჭირო, იცით? ამიტომ არ ენერგიულოთ. მოერევა ეს ადამიანი ყველაფერს და გახდება იმპერატორი, გაიგეთ რა ხდება. აქ თქვენ ახლა პრინციპში ეს თქვენი შეხვედრა არ არის თქვა, უბრალოდ ეს უნდა ყოფილიყო იმისათვის, რომ რაღაცას თვითონ მან უნდა ისწავლოს რაღაც მომენტები, გაიგეთ რა ხდება. ამიტომ ეს მოერევა თვითონ უნდა მოერიოს ამ ყველა თავის დაბრკოლებას, რომ გახდეს ეს იმპერატორი. აქ ნახეთ, აქ თქვენ გაქვთ ძალიან რა აი თავის სირთულეები ხო უნდა გაიაროს და კი თქვენი მეშვეობით, ნახეთ თქვენი მეშვეობით ეს გზა უნდა გაიაროს ამ ადამიანად. კივილით, გავდივართ კივილით რა. აი ეგეთი მომენტებით გავდივართ კივილით. აქ უნდა საკმაოდ ისეთი გზაა გასავლელი, ბევრი რამ უნდა ისწავლოს ამ ადამიანმა, მართოც უნდა იჯდეს იმისთვის, რომ ისწავლოს ნამდვილად. აი ნახეთ ახლა როგორ საშინელი დღეში არის რა. ეს სიყვარული მაგას ასწავლეს სიყვარულს. მიხვდით? ეს სიყვარული მაგას ასწავლის სიყვარულს, პრიორიტეტების გაკეთებას. თქვენთვის ვაფშე არაფერი თქვენ უნდა იყოთ თქვენთვის. და არც არის არც ინერვიულად არაფერი. აბსოლუტურად ეს სიტუაცია დასრულდება აუცილებლად. ეს ადამიანი გაივლის ამ სიტუაციას და გამოვა აქ იმპერატორად. იმიტომ რომ სიტუაცია აგიხწერეთ რა. ეხლა
თუ გიყვარს არჩევანი უნდა გააკეთო შენ თვითონ თუ კარგად გრძნობ თავს შენ თვითონ უნდა გააკეთო არჩევანი თქვენ ისედაც ყველაფერი რაც კი შეგიძლიათ გააკეთეთ ჩემო ლამაზებო всё ასეთი გაშლა გქონდა ჩვენ მე მგონი საინტერესო იყო გელოდებით კომენტარებში რა თქმა უნდა მომწერეთ რამდენად რეზონირდათ ეს გაშლა რამდენად დაგეხმარა